უნივერსიტეტის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აღარ გაერთიანდება. პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტილება რექტორსა და პროფესორ მასწავლებლებთან შეხვედრის შემდეგ თავად გააცნო საზოგადოებას. დაზუსტდა ისიც, რა ფორმით გააგრძელებს ფუნქციონირებას ტექნიკური უნივერსიტეტი. ნინო არღლიანი გვეტყვის უფრო მეტს. ორი უნივერსიტეტის გაერთიანება აღარ მოხდება, ტექნიკური უნივერსიტეტი კი სრულად ტექნიკურ უნივერსიტეტად გარდაიქმნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან და პროფესორ მასწავლებლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა და დაასძინა, რომ გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ არატექნიკური მიმართულებები მილევად რეჟიმში გადავა უნივერსიტეტში და ამ მიმართულებებზე წელს მიღება აღარ გამოცხადდება. რაც შეეხება პროფესორ მასწავლებლებს, რომლებიც ჰუმანიტარულ საგნებს ასწავლიან ტექნიკურ უნივერსიტეტში, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მათი შემცირება არ იგეგმება, უფრო მეტიც ამ მიმართულებით არის საკადრო დეფიციტი და მათი რესურსის ათვისება სრულად მოხდება. დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა იმ შენობა-ნაგებობებზე, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის საკუთრებაშია. გარდა ამისა დაასძინა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ განათლების რეფორმას, რომელიც ძირითადად სწორედ უმაღლეს სასწავლებლებს ეხება. ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლება კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ უნივერსიტეტი სრულად უჭერს ხარს უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კონცეფციით გათვალისწინებულ ცვლილებებს, მათ შორის საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის თვისებრივი განახლების გეგმას. ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არ ქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო 2 წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში. მე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს იყვნენ შეხვედრაზე, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, აკადემიურ პერსონალს, აკადემიური საბჭოს წევრებს. ძალიან ღირებული იყო დისკუსიები, რომლებიც გაიმართა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში ცალსახად აღნიშნეთ, რომ ბუნებრივია ვერ შევეხებით და არ შევეხებით არავითარ შემთხვევაში პირველ და მეორე კორპუსებს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს შენობები არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იდენტობის განუყოფელი ნაწილი. რაც შეეხება სხვა უნივერსიტეტებს, ასევე სამედიცინო უნივერსიტეტსაც არ ვეხებით, ყველაფერი რჩება ისე, როგორც არის. რაც შეეხება ტექნიკურს, ამაზე დღეს გქონდა საუბარი. გვექნება მსჯელობა კონკრეტულად შენობებთან დაკავშირებით ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, აკადემიურ საბჭოსთან და მის საფუძველზე შეგვიძლია შევჯერდეთ საერთო გადაწყვეტილებაზე. კონკრეტული მიმართულებები, რომელიც საინჟინრო ტექნიკურ მიმართულებებს არ წარმოადგენენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გადავლენ მილევად რეჟიმზე. შესაბამისად იმისთვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად ეფექტიანად წარიმართოს, უკვე ხვალიდან მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით სამინისტროში ფუნქციონირებას დაიწყებს სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც რა თქმა უნდა უნივერსიტეტის წარმომადგენლები იქნებიან მაქსიმალურად წარმოდგენილი. ერთ-ერთი მთავარი მიზანი რჩება აკადემიური პერსონალის მაქსიმალურად შენარჩუნება. სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები, სოციალური მეცნიერება, ბიზნეს ტექნოლოგიები, ეს ის ფაკულტეტებია, რომლებიც ტექნიკურ უნივერსიტეტში მილევად რეჟიმში გადავა და წელს სტუდენტებს ამ ფაკულტეტებზე არ მიიღებს. პროფესორ მასწავლებლები ამბობენ, რომ სახელმწიფოსთვის ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. დღეს მათ ირაკლი კობახიძეს მათი მოსმენისთვის და მათი პოზიციების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადეს. პრემიერ-მინისტრმა მოისმინა ის არგუმენტები, რაც აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს. ჩვენ შევჯერდით საკითხებზე. მან გაითვალისწინა ყველა ის საკითხი, რომელიც პროფესორ მასწავლებლებსა და სტუდენტებს ჰქონდათ. შემდგომში იყო მსჯელობა თუ სოციალ-ჰუმანიტარული მეცნიერებების საკითხზე და ჩვენ უკვე შეჯერებულები ვიყავით. ისინი წავლენ მილევად რეჟიმში და შემდგომში უკვე გადავლენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩვენ ხელისუფლება ბატონი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ნამდვილად არის დემოკრატიული და ის არ გავს ყოფილ ხელისუფლებას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო დიდი საინჟინრო ტექნოლოგიური სკოლა, ის ჩამოყალიბდება რეგიონში და მსოფლიოში ერთ-ერთ დიდ, მძლავრ ტექნიკურ ტექნოლოგიურ უმაღლეს
დაწესებულებად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არსებობა ქვეყანაში ეს არის სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების, ინფრასტრუქტურული განვითარების, ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენი ქვაკუთხედი. ეს სტუდენტებსაც და აქედან გამომდინარე ქვეყანას მოუტანს ძლიერ ხვალინდელ დღეს. ამიტომ ჩვენ ნამდვილად მხარდამჭერები ვართ რეფორმის პირობებში და თუნდაც ის, რომ დღეს პრემიერი შეგვხვდა და ჩვენი მოისმინა და ერთობლივად წარუმართეთ რეფორმის განვითარების გზა, ეს მის ძალიან დიდ პატრიოტიზმზე და მის სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე მიუთითებს. აქ იყო კონცეპტუალურ საკითხებზე საუბარი, რომელიც აბსოლუტურად დიალოგის რეჟიმში წარიმართა და რა ვიცი, მიიღეს ის საუკეთესო, რაც შეიძლება მიღებული ყოფილიყო. თანხმდებით, რომ რეფორმა აუცილებელია უმაღლეს განათლებაში და არა მარტო უმაღლეს განათლებაში. იყო დიალოგი საოცრად პროდუქტიული და მიიღო პრემიერა გადაწყვეტილების, რაც უნდა მიიღო და რაც უკეთესია ჩვენ ქვეყნისა. იქნება საინჟინრო პროფილის უნივერსიტეტი, ხოლო ფუანიტარული გადავა შესაბამის უნივერსიტეტში. განათლების რეფორმა კომპრომისების გარეშე განხორციელდება, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით ეს ჭირდებათ ახალგაზრდებს, სტუდენტებს. ირაკლი კობახიძემ დღეს რეფორმის მიზნებზე ბევრი ისაუბრა, მან ასევე ისაუბრა იმის თაობაზე, თუ რა მიიყვანა სისტემამ მძიმე მდგომარეობამდე, რამდენიმე მიზეზი დაასახელა და მათ შორის აღნიშნა მძიმე პოლიტიკური ჩარევები. ჩვენი უნივერსიტეტების რეიტინგი ავიღებთ ყველაზე სანდოას, თქვათ, შეფასებელ ორგანიზაციებს, ინსტიტუციებს, ერყეობს როგორც წესი 5-დან 15 ქულამდე 100 ქულიდან. მაგალითად, იგივე აკადემიური რეპუტაციის ნაწილში, ხო? ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. ამას აქვს თავისი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები. ძალიან მძიმე უხეში ჩარევები განხორციელდა უმაღლესი განათლების სისტემაში. ამას ჰქონდა ღრმად პოლიტიკური მიზეზები და ასევე ღრმად იდეოლოგიური მიზეზები. როგორც ეს პოლიტიკური, ასევე იდეოლოგიური მიზეზები იყო უკიდურესად მანკიერი და ეს ყველაფერი მიზნად ისახავდა არა სისტემის გაჯანსაღებას, არამედ პირიქით არასორი მიმართულებით სისტემის განვითარებას. განათლების სფერო იყო ერთ-ერთი ის სფერო, სადაც ყველაზე ნაკლების გაკეთება მოახერხეთ 2012 წლის შემდეგ. თუმცა, სოფს გვიან ვიდრე არასდროს და დღეს ძალიან სერიოზულად მოვიგებთ ჩვენ უმაღლესი განათლების რეფორმას. ჩვენი მთავარი მიზანი საბოლოოდ არის ერთ-ერთი რამ. ქართულმა სტუდენტმა უნდა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში, ვიდრე ის იღებს დღეს. რა კონცეფციას დამტკიცდა თავისი ყველა ელემენტით, ის აუცილებლად განხორციელდება ყოველგვარი კომპრომისების გარეშე. ერთი მარტივი მიზეზის გამო ეს ჭირდება ქართულ ახალგაზრდას, ქართულ სტუდენტს, რომ მან მიიღოს მომავალში მაღალი ხარისხის განათლება ჩვენს უნივერსიტეტებში. ეს არის პრინციპული ამოცანა. განათლების რეფორმის სამთავრობო კონცეფცია უკვე დამტკიცებულია, უპრეცედენტო რეფორმა იწყება, რაც შეეხება ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას. ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებთან შეხვედრის შემდეგ პრემიერი ამბობს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება. მადლობა, ეს ნინო არღლიანი იყო.